მოგესალმებით, მე ლევანი ვარ, იგივე Street Baroni და დღეს მინდა მოგიყვეთ იაპონიის ბნელ მხარეზე, ანუ 2020 წლის Yamaha MT-10-ზე. იაპონური კულტურა ხშირად ასოცირდება ტრადიციებთან, პატივისცემასთან, სიზუსტესთან, თუმცა Yamaha ამ შემთხვევაში გადაწყვიტა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა იაპონიის სხვა ბნელი მხარე, ტოკიოს ხამის ცხოვრება, ფუტურიზმი, აგრესია და მიამბოხესული. სწორედ ამ მიზნით 2013 წელს ჩვენ ვიხილეთ პირველი ბნელი ბაიკი, ასე ვთქვათ, MT-9-ის სახით. ამით საფუძველი ჩაეყარა ჰიპერნეიკედების, მძლავრი ჰიპერნეიკედების პოპულარობას მთელ მსოფლიოში. ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ 2016-ში კი MT სერიის ფლაგმანური მოდელი MT-10 ვიხილეთ. MT-10 დღეს უკვე მეორე თაობაც არსებობს ამ ბაიკების, ეს პირველი თაობაა მართალია, მაგრამ ორივე თაობა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ერთი ამ მსოფლიოში რა არის პოპულარული, მაგრამ მეორე არის ჩვენთან რამდენად გამომდგარი და კარგი ბაიკი არის. ამას დღევანდელი ეპიზოდი გვიჩვენებს, თუმცა ამ წუთას დიდი პოპულარობით საქართველოში არ სარგებლობს, იმიტომ რომ ბევრმა უბრალოდ არც იცის ამ ბაიკის შესახებ. პატარა ბაზარი ვართ, ჩვენთან ყველაფერი გვიან შემოდის და ვნახოთ ეპიზოდის შემდეგ რამდენად გაიზრდება ან შემცირდება მოთხოვნა ამ ბაიკზე. პირველი პარამეტრი ბაიკის ყიდვისას არის მისი ვიზუალი. თუ მოგწონს მერე სხვა პარამეტრებს უყურებთ ბაიკისას, ხოლო თუ არ მოგწონს, ვივიწყებთ საერთოდ მის არსებობას. პირველად, როდესაც ეს ბაიკი ვნახე, რომ გითხრა, რომ გავგიჟდი, გადავირიეთქო, არა, იმიტომ რომ ეს დიდი სილამაზით ახლა არ გამოირჩევა, უფრო ტრანსფორმერს გავს, ოღონდ ბოროტ ტრანსფორმერს, დეცეპტიკონს და ეგრეც არის. წლების წინ პირველად, როდესაც შეხება მქონდა ამ ბაიკთან, მისმა მფლობელმა მითხრა, ჯერ დაჯექი, გაიარე და მერე შეაფასე ერთიანად, როგორც ვიზუალი და სხვა პარამეტრები. ის იშვიათი შემთხვევაა ეს ბაიკი, როდესაც სანამ არ დაჯდები, ვერ გაიგებ, მოგწონს, არ მოგწონს, მოკლედ ჯერ უნდა გაიარო ამ ბაიკით. თუ უცხოელ ბლოგერებს დაუჯერებთ, ყველა ამბობს, რომ იცით რა, ეს არის იგივე R1 დეფორსირებული ძრავით, პლასმასების გარეშე და მიიღეს უბრალოდ MT-10. თან ვეთანხმები ამას, თან არა. იმიტომ რომ თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით, მერე აღმოჩნდება, რომ სიამდვილეში სარქველები სხვა არის, პორშინი სხვა არის, შეკუმშვის კოეფიციენტი სხვა არის, მოკლედ ბევრად გადაკეთებული არის, თუმცა ბაზად რა თქმა უნდა აღებული არის R1 Yamaha-ს ფლაგმანური სპორტბაიკი, სხვა რა შეიძლება ითქვას, 160 ცხენამდე, 111 ნიუტონი, 210 კილო და კიდევ რა არის. ხო, 17 ლიტრიანი აუზი. საცობები. თბილისი ხომ საუკეთესო ქალაქია ბაიკის გასატესტად, თუ როგორია ის ყოველდღიურობაში. დილა, თქვათ, მივდივართ სამსახურში MT-10-ით და ტრადიციულად სანაპირო გადაძეძგილი. მიუხედავად ამ ბაიკის პარამეტრებისა, მაღალია საკმაოდ, კარგად მანევრირებს. ერთადერთი კითხვა რაც მე მაქვს, ეს არის საჭე ხომ არ არის ზუსტად მანქანების სარკის პირზე. ზოგჯერ პრობლემა ეგ არის ხოლმე ზოგიერთ ბაიკზე. პირდაპირ სარკეს ურტყავს შენი საჭე და გაზრომა შეუძლებელია ხოლმე.
ხო, დღეს რა ხდება? პრიუსები გზას მithმობენ, სურვილის ჩაფიქრების დროა. ესეთ რამეს ყოველდღე ვერ ნახავ. კარგია. ერთი გაზის გადატრიალება და ეგრევე თორქი ადგილზეა. MT მომენტალური თორქი. ზუსტად ამისთვის არის ეს ბაიკი შექმნილი, რომ აი დაბალი ბრუნებიდან მოგცეს ის, რაც შენ გინდა. და ეს არის თორქი. სარკეებთანაც პრობლემა არ აქვს ამ ბაიკს. მანქანების, მაგალითად გიოს ჩემს მაგაც სუპერმოტორო ყავდა იამაჰასი. აი ყველაფრამდე კარგი მოტო იყო ქალაქში, მაგრამ სარკეებს ურტყავდა და ძალიან წვალობდა ხოლმე მახსოვს. ამ შემთხვევაში მაგის პრობლემა არა გვაქვს. როგორც უკვე გითხარით, ეს ბაიკი გამოდის 2016 წლიდან, ბოლო წლებში უკვე მეორე თაობაც გამოვიდა. ვიზუალურად მე პირველი უფრო მომწონს, სიმართლე გითხრათ, უფრო ბრუტალურია, მაგრამ რომელ სიყიდით არსებითი მნიშვნელობა მართლა არ აქვს. ფერთა სქემის გარდა ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება. იგივეა ყველაფერი, სულ გამოდის ორი ვერსია, სტანდარტული, რომელსაც ახლა აქ ხედავთ და SP ვერსია. ახლა რა სხვაობა არის? აი ხო გონიათ, რომ რაღაც ისეთი გრანდიოზული სხვაობა უნდა იყოს, მაგრამ არა. დაკიდება, ამორტიზატორები აქვს იქ ცოტა უკეთესი და მეორე, ფერადი ეკრანი. აქ გვაქვს შავთეთრი 2020 წლიან ბაიკს. გვაქვს შავთეთრი ეკრანი. ამას იაპონელის გარდა სხვა არავინ არ იზავდა. ну ძალიან საწყენია და ამ ყველაფერში ორ პარამეტრში ითხოვენ დაახლოებით $3000 მეტრს SP-ში. ну თუ გიღირთ, არ ვიცი, რამდენად გიღირთ და გამოჩნდება დღეს, თუ რამდენად კარგია ეს სტანდარტული კაიაბას ამორტიზატორები. უბრალოდ იცი რას ვფიქრობ? რაღაც ტაივანის იაფიანი არხი აქვს გონი იაპონელებს გაჭრილი, რომ ეკრანები იაფად ჩაუვარდეთ, ან ვიღაცამ მაგარი ათოხლა და ეს შავთეთრი ეკრანები შეატენა ამათ. და ახლა იძულებულები არიან ყოველ მეორე ბაიკში გაუშვან ეს უბრალო შავთეთრი ეკრანი, სხვა ახსნა ჩემი აზრით ამას არ აქვს. ხმა ძალიან რთულია ამ ბაიკებზე მიიღო. კარგი ხმა, მიუხედავად იმისა, რომ არის ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი, კარგში რას გულისხმობ? ისეთი, რომელსაც შეჩვეული ხართ რა, სტანდარტული 4 ცილინდრიანი ხმა ამას არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის crossplane. როგორც ტრიუმფის შემთხვევაში 3 ცილინდრის ხმა ან მოგწონს, ან არ მოგწონს. ისი არის crossplane-იც, ბევრისგან გამიგია, რომ არ მოსწონს. მე პირადად ძალიან მომწონს. Yamaha მუსიკალური ბრენდიც არის, იცით კარგად და შესაბამისად მათი მოტოები ყოველთვის განსხვავებულად ჟღერდა. მოტოციკლის ხმა შორიდან გესმის, იმის გაგებაც კი შეიძლება ბაიკის დაუნახავად მიხვდე, რომ ის Yamaha არის თუ არა. თუმცა თუ ხარისხიან ბრენდულ მაყუჩს დააყენებთ, იღებთ ძალიან კარგ სასიამოვნო ხმას. თუ დაზოგავთ და მაინც ჩინური გამშვებისკენ წახვალთ, ну მიიღებთ საშინელებას. ლიტრი რომელიც ახალია, ხო, მაგარი. დაიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ დადის საქართველოში, ყველა მიცის. ვინც ბაიკებში ერკვევა, MT-აც ყველა ცნობს. არის კიდე რაღაც ნიუანსები, რაც უნდა იცოდეთ ამ ბაიკზე. ეს არის ის, რომ მაგალითად აკუმულატორი თუ დაგიჯდათ, მიწოლით ამის დაკოქვა არის ძალიან რთული. დაახლოებით 20 კმ/სთ მაინც უნდა განავითარებინოთ ბაიკს, რომ ვალი დატრიალდეს შიგნი და ნუ ამას ჩემი მწარე გამოცდილება მალაპარაკებს, ლუკას R1 მახსოვს, რომ დაუჯდა, ვერ დავქოქეთ. წავიდა. მიდი.
ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ აყენია ჯვრისებური ვალი. ინგლისურად ეს არის crossplane-ი, უფრო ამ სახელწოდებით გაიგებთ ხოლმე Yamaha-ებს. თუ რას ნიშნავს crossplane-ი, ახლა ამას აქ ნუამახსნევინებთ, კომენტარებში გიპასუხებთ, თუ რა არის, ან შეიძლება საერთოდ ცალკე ეპიზოდიც კი ჩაიწეროს მაგაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა არის და crossplane და Yamaha, საფირმო ნიშანი არის Yamaha-სთვის, ასე ვთქვათ. დღეს იაპონურ და ევროპულ მოტოებს შორის ფასში სხვაობა სამწუხაროდ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი აყოლებს ძალიან ბევრ თანამედროვე რამე რუმეს, ასე ვთქვათ, იაპონელები სადად გამოიყურებიან მათ ფონზე, ბევრი აღარ იხდის დიდ თანხას იაპონურ მოტოში. ესეც არის ერთგვარი ფაქტორი იმისა, რომ მსგავსი ბაიკები ბევრი არ დადის ჩვენთან. ქალაქში უკვე რამოდენიმე დღეა რეალურად დავდივარ. დისკომფორტი არანაირი არ მაქვს. ეგ კი არა, ამორტიზატორები მიუხედავად იმისა, რომ სრულად რეგულირებადი არის, ხელიც კი არ მომიკიდია, ცოტა დავარღვიოთ. არაფერზე ხელი, დაახლოებით საშუალო პარამეტრებზე აყენია, არც მეტად ხისტია, არც რბილია, კომფორტულია. მიუხედავად ליტრისა არ ცხელდება, მაგალითად სპორტბაიკებით, აი შეუძლებელია ზაფხულში გადაადგილება, დაიწვევი. აქ არაფერი ისეთი. სტანდარტულად, როგორც უნდა ცხელდებოდეს, ისე ცხელდება. ქვაფენილზე ასე დაიტონათი რო ავივლი ხოლმე, ასე მგონია ზრავი უნდა გამძრეს. სტრიტია, ამაზე არის გათვლილი. მოდი ახლა ვნახოთ ჯდომი როგორი აქვს, იმიტომ რომ ზოგადად MT-ებს, მის უმცროს მას MT-09-ს, აი ძალიან სწორად ზიხარ, გამართულად. აქ კიდე არ ვიცი, თქვენით შეაფასეთ. მაინც ეტყობა, რომ R1-ის ბაზა არის აღებული და აი ასე ბოლომდე გამართული არ ხარ, თითქოს ოდნავ ხარ წინ გადახრილი, რაც ჩემი აზრით არც კომფორტს ამცირებს, ასე ვთქვათ, და აეროდინამიკისთვისაც უკეთესია. ცოტა რამ ელექტრონიკის შესახებ. ევროპული ბაიკების შემხედვარე, ცოტა ღარიბულად მოგეჩვენებათ ეს ყველაფერი, მაგრამ რო გაიგებთ მის კონკურენტებს, იაპონელ კონკურენტებს რა აქვთ და იტყვით, რომ საკმაოდ კარგი პაკეტი აქვს ელექტრონული ამასაც. გვაქვს ზრავის მუშაობის 3 რეჟიმი, აი მარჯვენა ღილაკით იცვლება. გადადის პირველ, მეორე, მესამე, მეორე. მოკლედ მეორე რეჟიმი არის სტანდარტული რეჟიმი, რითაც დავდივარ. პირველი ყველაზე ფიცხი, ხოლო მესამე საერთოდ რავი, პენსიონერ. მეორეს და პირველ შორის რაღაც რადიკალური დიდი სხვაობა არ არის. პირველში უბრალოდ მე წვაც უაზროდ იზრდება და ამიტომ არ ღირს. ყველა MT-10-ის ფლობელი დაზონებული ვარ მეორე რეჟიმით გადაადგილდება. Traction-შიც ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს, ოღონდ უკვე მარცხენა მხრიდან რეგულირდება. გვაქვს 3 რეჟიმი და მეოთხე უკვე სრულად გათიშვა. როგორც ზრავის რეჟიმებში, მესამე ერევა ძალიან. მეორე ღმერთმა უწყის როგორ მუშაობს, ხოლო პირველი არის ის, რასაც ახლა ვიყენებ და მე მომწონს. საშუალებას გაძლევს ვილი გააკეთო, ძალიან უკიდურეს შემთხვევაში ირთვება. სრულ გათიშვას სჯობს პირველი რეჟიმი იყოს. აღარაფერს ვსაუბრობ ახლა ABS, საწვავის მაჩვენებელზე რო აქვს. ტუონო გახსოვთ ალბათ, ვინც ნახეთ ეგ რევიუ, ბაიკს ჰქონდა საერთოდ ყველაფერი, მაგრამ საწვავის მაჩვენებელი არ ჰქონდა. ხო, ამ შემთხვევაში საწვავის მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მუშაობს ცოტა უცნაურად. ზოგადად შეჩვეული ვარ იმას, რომ თითქმის ყველა ბაიკიც იტყუება, ზუსტად არც ერთი არ გიჩვენებს. MT-10 ცოტა ბევრს იტყუება. აი გიჩვენებს, რომ არის სავსე ბოლომდე ახლა, მაგრამ უცბად ბრახ და პირდაპირ გიჩვენებს ნახევარს. არანაირი იქ 80%, 70, პირდაპირ ნახევარი. ოღონდ ახლა რო შევამოწმოთ, რეალურად შეიძლება მესამედი ან მეოთხედი იყოს შიგნით დარჩენილი. მოკლედ ამას არ ენდოთ რა. კარგია მაინც რომ არის. ერთი კარგი პლუსი აქვს კიდევ ამ ბაიკს. მაგალითად გაქვს ტელეფონი, ელემენტები, დასატენი. აი აქ დატოვებული აქვს პატარა შტეკერი, უკვე წინ გამოყვანილი, აღარ გჭირდება საბარგულიდან ცალკე კაბელის გამოყვანა, ხლართვა ობობას ქსელივით. ყველაფერი ქარხნულად მზად არის.
წინ ტელეფონის სამაგრი, კაბელის პირდაპირ შეაერთებ, კომფორტ, რატომაც არა. რა მომწონს კიდევ ძალიან, ის რაც მაკლია ჩემს სპორტბაიკზე. ეს არის მოგზაურობისას ავტობანზე, როცა გადაადგილდებით, კრუიზ კონტროლი. ვუალა! აი აქ ღილაკი დააჭერ, განავითარებ სასურველ სიჩქარეს, ოღონდ მინიმუმ მე-4 სიჩქარეში უნდა იყოს. set ჩაიკეტა 128-ზე. გინდა მერე შეამცირებ, გინდა მოუმატებ, თუ გათიშვა გინდა, კონუსზე ხელის მოკიდებაც კი სრულიად საკმარისია. დიზაინის საკითხი რომ ბოლომდე გავიაროთ, ვიცი რომ ძალიან ისეთ სუბიექტურ თემას ვიხები ახლა, იმიტომ რომ ზოგს მაგალითად ქერაგოგოები მოსწონს, ზოგს შავგვრემანი, ზოგს მრგვალი ფორმებით, ხოლო ზოგს კი უბრალოდ გამხდარი. ბევრი ბლოგერისგან, უბრალოდ მოყვარულისგან გაიგებთ, რომ აი როგორი ლამაზი საჰაეროები აქვს, რომ Yamaha-მ იფიქრა აეროდინამიკაზე და ბლა ბლა ბლა, მაგრამ ჩემი ფეხები საჰაერო არ არის. აქ გვაქვს მცველები, ხოლო ქვემოთ კი კომპიუტერი. როდესაც მოგიწევთ ხოლმე რაღაცების შეკეთება, ზეთის შეცვლა, აი მაგ დროს გაიგებთ თუ სად რა იმალება სინამდვილეში. სხვათა შორის საკმაოდ ისია, პლასმასები ერთმანეთში ჩამჯდარი და თითქოს naked bike-ია, ცოტა პლასმასია, მაგრამ საკმაოდ რთული დასაშლელ ასაწყობია. ავტობანი, კრუიზ კონტროლი და სწორი გზები გასაგებია. ახლა დიდგორისკენ გადავუხვევ და ზევით გამოჩნდება მთებში თუ როგორი ბიჭია, როგორი დინამიკა აქვს, მოსახოვებში როგორ დგას, მაგრამ სუფთა მოგზაურობის ამბავში უნდა ვთქვა მაინც, აი ეს პატარა საქარე მინასავით რაღაც, რაღაცას აკეთებს. ისე არ ხვდება ქარი, როგორც მაგალითად სხვა სტრიტებზე, ან MT-09-ზე, გრძელ გზაზე ვფიქრობ მაინც შემაწუხებელი იქნება პლუს მინუს. ამიტომ იყიდება სპეციალური საქარე მინა, დაახლოებით 100 ამ სიმაღლეზე ამოდის პატარა, რომელიც ყველაფერს ცვლის რადიკალურად და გრძელ გზაზეც კი ძალიან ისეთ კომფორტული ბაიკი ხდება, როგორც ვიცი. ქართველი, იაპონელი სამურაი და წინ დიდგორის ველი. სწორედ დღეს, ახლა და აქ გამოჩნდება თუ რეალურად რა შეუძლია ამ ბაიკს, ყველა ამის პლუსი, მინუსი დიდგორის ველზე შემოწდება. წავედით. ეს ხომ დიდგორის ველია? მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, ახლა მოტეხილ ტოტებს, დაყრილ ქვიშას, ყოველთვის ვერ გაუმკლავდები, ამიტომ ჯობს ცოტა ტემპი დავაგდო. ძალიან კარგია, ძალიან. Master of Torque. ზუსტად, აი იდეალური დიაპაზონი აქვს დაჭერილი, როდესაც საჭიროა თორქი იქ არის. ყველა არ ქვია MT ამ ბაიკებს. აი მომენტალური თორქი დაბალ და საშუალო ბრუნებში. SP ვერსია სიმართლე გითხრათ. თუ იგივე ფასად ჩამივარდებოდა როგორც სტანდარტული, ვიყიდდი. თუ არა და არა, მე დამატებით $3000 SP-ში არ მივცემდი, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ფერადი ეკრანი მქონდეს. იოლინსი რამდენად კარგი ამორტიზატორიც არ უნდა იყოს, რომელიც SP-ს უყენია თუ სწორად მახსოვს. უბრალოდ ძალიან რთულია ის ოქროს შუალედი იპოვო, სადაც ის იდეალურად მუშაობს. უნდა ბევრი სწორება, პოვნა,
და ამ უბრალო ამორტიზატორების მაგალითად კაიაბას პლუსი ახლა რაც არის, ბევრად მეტი დიაპაზონი აქვს, რომ კარგად იმუშაოს. იოლინს ასე დაჯდები, თუ გასწორებული არ არის, ერთი გაგიქნევს მოსახვევში, მეყოლე კარგად. რავი, შენი სახელობის წყაროს გახსნიან მერე იქ. ნუ იგზნობა მაინც რომ ბაზად აღებული არის ერთ-ერთი სპორტბაიკი და მისი სტაბილურობა მოსახვევებში, გადაწყობა მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით, ნუ არ ვიცი, უსტრაფესად აკეთებ ყველაფერს, ნულოვანი დაყოვნება. და აქ არის ზუსტად აი ეს მთავარი ძირეული განსხვავება მის უმცროს ძმასთან, MT-09-თან. 09 არის აი ცალკე მდგომი ბაიკი, რომელიც ნუ არავის არ გავს, ნულიდან შექმნილი და რომელიც ნამდვილად არის აი იაპონიის ბნელი მხარე, რასაც ქვია. ისეთივე ცელქი მხიარულია, მაგრამ უფრო აი სტაბილური და აი პროგნოზირებადია. ყველაფერს გააკეთებს, რასაც 09 აკეთებს და უფრო მეტსაც, მაგრამ წინასწარვე იცი როგორ გააკეთებს ამას, როგორ მოიქცევა. ხოლო 09 შემთხვევაში კი, ნუ რავი, უნდა ილოცო, რომ ისე გამოგივიდეს ყველაფერი, როგორც საჭიროა. სტანდარტ მოუდში კიდე კონტროლირებადია 09. აი A მოუდში, ნუ არ ვიცი, ფაქტობრივად მოურჯულებელი ბაიკი არის. იაპონია ახსენეო, იამაჰაო და აგერ იაპონელმა ქალბატონმას ჩაიარა. სპორტბაიკიდან სტრიტზე რო გადმოჯდები, პირველი რაც ცუდად ხდება თვალში არის საჭე. იქ კლიპონებს რო არ მიჩვეული, ის კლიპონები სპორტბაიკს ყველა არ უყენია, რეალურად იდეალურია ის ანუ მოსახვევში ბაიკიდან გადმოკიდების დროს კლიპონი. აი სტრიტის საჭე ნუ მაინც მაგაზე გათვლილი არ არის. და გიწევს ცოტა შეჩვევა. მაგრამ Woodcraft-მა არის ასეთი ტუნინგ კომპანია შექმნა ამ სპეციალურად ამ ბაიკისთვის, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ჩემნაირი დაждდებოდა ამაზე და ეგ აზრი თავში გაუელვებდა კლიპონები სპეციალურად MT-10-ისთვის. და რავი, ვიყიდება ეგეთი კლიპონები, შეგიძლია დააყენოთ და მოსახვევში აი, ნუ RRC იგზნობ თავს, როგორც R1, ისე ივლი MT-10-ზე. ამაგერად გაყოლება უფრო რესურსიანი და გამძლე ბაიკი. ნუ რაღაც აზრი დევს მაგაში. ბაიკის ირგვლივ მოძრაობისას უნდა იყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ შემთხვევით კუც თუ გაკარი, აი ეს პატარა საყვარელი სპოილერუკები, რომელიც ღვთისწყალობით არის დამაგრებული და მაგის იმედად ჩერდება ბაიკზე, შეიძლება უბრალოდ მოძრეს. აი ესეთი პატარა ჭრაჭუნებს იაპონია. რომა, შენი აზრით, საიდან იხსნება უკანა საფარკული? არიცი? შეხედე. ზოგადად სტანდარტულად ან გვერდზე აქვს ხოლმე ბაიკებს, აი ამას აქ დამცავი ხუფი უნდა მოხსნა, რომელიც ყოველთვის ტალახშია რა თქმა უნდა. ვაი? მე მგონი არ იხსნა. აჰა. ეგ არის. საბარგული საერთოდ არ გვაქვს. სპორტბაიკების შემთხვევაში რაღაც მაინც არის ხოლმე. და აქ ნუ ეს პატარა ტილო ფერებთან მე ხო იცი? არ ვიცი ეს აფერია, მწვანეა თუ ყვითელია, მაგრამ ეგეთ კითხავს არ ვართ. სანამ რამე არ დაიწვევა, ცეცხლი არ წაეკიდება, ან აკუმულატორის შეცვლა არ მოგიწევთ, ამას დარწმუნებული ვარ არ ახსნით რა. რაც არ უნდა ვისაუბროთ, ყველაფერი მაინც შედარებითია და არ აქვს ხდება კონკურენტებთან ამ ბაიკის შედარება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი 4-ულიდან ეს არის ყველაზე კარგი. ჩემი განმოსახედიდან არაფერი საწინააღმდეგო იმ ბაიკების არ მაქვს. ვიცი რომ გამომწერებს ბევრს ყავთ, მაგრამ ნუ ამასთან ვერ მოვლენ ახლა. უფრო აი მარილი აკლიათ რა ხასიათი. საქმეში ერთვება ევროპა. სამწუხაროდ
თუ საბედნიეროდ დღეს ევროპული და იაპონური მოტოები ახალი მაღაზიაში რო იყიდო, ანუ ერთი ფასი აქვს დაახლოებით. მაგრამ ევროპული მოტო იმდენ ბევრ რამეს გთავაზობს, ვიზუალურადაც ისე ლამაზად გამოიყურებიან, რომ აი მე ამას რო შეხედავ, ვფიქრობ, რომ აი რაში ვაძლევ ფულს. აი ეგ მომენტი დგება და მაგიტომ ხშირად ბევრი ირჩევს ევროპულ ბაიკს. ამას საქართველოში იყიდით გააჩნია მდგომარეობას 8, 9, 10,000. ნუ SP ვერსია შეიძლება 11-იც არ ვიცი. დაახლოებით ამ შუალედში. ევროპიდან BMW S1000 ოდნავ ძლიერია ამაზე, მუხრუჭები უკეთესი აქვს, ელექტრონიკაც უფრო დახვეწილი, მაგრამ საერთო ჯამში MT10 მირჩევნია მაინც, იმიტომ რომ მაინც არ ვიცი, რაღაცნაირი უემოციო ბაიკია ეგეც ჩემთვის. მაგრამ თუ ცოტა იქით გავიხედებით იტალიისკენ Ducati, Aprilia, Triumph, მათთან დინამიკაში პირდაპირ გეტყვით MT10 აგებს. ვიზუალშიც დიდი ალბათობით ყველას გემოვნებით ისინი უკეთესები არიან, არანაკლებია ესეც. ეს არ არის ლამაზი მოტო, მაგრამ თავისი ბრუტალური იერი აქვს და მე მომწონს ეს. მაგრამ არის ერთი პარამეტრი, სადაც ეს მოტო შეუდარებელია იმათთან შედარებით, ეს არის მისი წარმოუდგენელი რესურსი, ამტანობა, საიმედოობა, რომელსაც ევროპა ამწუხაროდ უსაბედნიეროდ ვერ გვთავაზობს ჯერჯერობით. ამიტომ ყველა ამ პარამეტრს რო შეადარებ, შეაჯამებ, აი მე რომლისკენ გადაიხრება სასწორი უკვე თქვენზე არის. აჩქარება არ გაგვიზომია ყველა ამ კლასის ბაიქს. პლუს მინუს ერთნაირი აჩქარება აქვს. 0.5 წამის საით იქნება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახის ჯობს. Launch control-ი არ გვაქვს, სტანდარტ მოუდი, traction-ი პირველ რეჟიმში. წავედით. ნუ ცოტა მძიმედ დავიძარი პირველი ჯერისთვის მაინც, მაგრამ გასაგებია. დინამიკაში ტუონო ოდნავ უფრო სწრაფია, ის 0.5 წამი ალბათ ტუონოსია. რას დავაკვირდი კიდევ? Quick shifter-ი. Quick shifter-ი აქ რაღა თქმა უნდა გვაქვს, ოღონდ გვაქვს მხოლოდ ზემოთ, ქვემოთ არა. და 6000 ბრუნამდე მუშაობს საკმაოდ უხეშად. აი, ბიძგი არის უხეში გადართვის. მაგრამ 6000-დან არის, ნუ, როგორც დანა კარაქში, აი ისე. და ბოლოს ერთგვარი შეჯამება რო გავაკეთოთ და ვნახოთ საით გადავიხრები და ვიყიდი თუ არა მე ამ ბაიქს. დავიწყოთ მინუსებით. იმას გეუბნებოდით, რომ არ მომწონს ეს სარკეები და იმიტომ ხედავთ ახლა პირველად ვიდეოს ბოლოში. იგივეა რაც MT9-ზე აყენია, საშინელება, ნუ სტრიტების უმეტესობას სასი აქვს. ჩემი რომ იყოს, ან საერთოდ უსარკოდ ვივლიდი, ან უფრო კარგს დავაყენებდი aftermarket-ს, აიმეს ესეთ ლამაზს. ერთ-ერთი პლუსი ის აქვს, რომ აი, ჩავიხედები, ვხედავ კამერა მუშაობს თუ არა. რა არ მომწონს კიდევ? არ მომწონს ეს ეკრანი. ნუ ჩემი დასაწუნი რა აქვს, მაგრამ ეს ბაიკი როცა გამოვიდა 2020 წელი იყო. ანუ მაგ პერიოდისთვის, ნუ არ ვიცი, სამარცხვინოა ჩემი აზრით და მომხმარებელს დამატებით ფულს არ უნდა გთხოვდე ფერად ეკრანში, ანუ ოპციად არ უნდა გქონდეს ეგ. ხო, აი მაგას ევროპელი არ გააკეთებს, იაპონელისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვიღაცისთვის არაფერი, მაგრამ ნუ ჩემთვის ფერი. ბევრი ამბობს, რომ MT-ს ძალიან ცუდი წვა აქვს, სამ მოდელს დასავლეთში MT10-საც კი ეძახიან, ანუ სულ წარიელიაო, მაგრამ არ ვიცი, მე გავტესტე და მაგას ვერ ვიტყოდი. ეთყობა თქვენ ტუონო არ გიტარებიათ, ავსილი არ გქონდა, ავზი უკვე შემდეგ სადგურს ვეძებდი. საშუალო წვა დაახლოებით, ნუ ეს მიჩვენებს, რომ 8 ლიტრას წავს, მაგრამ აგრესიულად რო ვიარეთ 9 ליטრა, ან მაქსიმუმ 10. ტრეკზე რა თქმა უნდა უფრო მეც დაწვავს, მათ ყველა მოტო წვავს ბევრს. ხო, და კაი გამახსენეთ, საწვავი ჩასასხმელი მაქვს.
რეალურად ტრასაზე კი დაახლოებით 6.5-6 ლიტრამდე ჩამოდის ეკონომიურ რეჟიმში, ძირითადად 8-9 ლიტრას დაგეწვავთ, რაც ლიტრიანი ბაიკისთვის, არ ვიცი, მისაღებია, ჩვეულებრივი ამბავია. რადგან ლიტრიანი ბაიკი არის, ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ტემპერატურაზე ადის მომენტალურად, ქალაქში, რა თქმა უნდა, სწრაფად გახურდება და ვენტილატორები მუშაობს სულ ჩართული. ანტიფრიზს ჩაასხავთ თუ წყალს, უნდა აკონტროლოთ, რომ ყოველთვის ახალი სითხე ესხას ყოველ სეზონზე, იმიტომ რომ იყო პრობლემები თერმოსტატი რო გაეჭედათ ხალხს და მერე წყალმა აადუღა. ამიტომ რადიატორის სისუფთავეს უნდა მიაქციოთ ყურადღება. სხვა მხრივ, სხვა შეკითხვები მე ამ ბაიკთან არ მაქვს. სხვა დანარჩენი არის ერთი დიდი პლუსი, არის საიმედო ძრავი, რომელიც, ვიცი, უპრობლემოდ გადის 100-150.000 კილომეტრს ყოველგვარი ზედმეტი ჩარევის გარეშე. სარქველებს უნდა სადღაც 30-40.000 ერთხელ შემოწმება, ეგეც ძალიან დიდი ინტერვალია, იდეალური სამართავი. მარტივი არის ექსპლუატაციაში ყველანაირად, იმიტომ რომ იაპონია, აქვს ხულიგნური ხასიათი, რა თქმა უნდა. ვიყიდი თუ არა? კი, არ დავფიქრდებოდი, ამ ბაიკს მე ვიყიდდი. დაწერეთ კომენტარებში. ვიყიდო? გინდათ შემდეგ ბაიკად? როგორც იტყვიან, დღის ბოლოც მოვიდა და თუ შემეკითხებით დაახასიათე MT-10-ო, მე გეტყვით ასეთ რამეს. რაგბი არის ხულიგნური თამაში, რომელსაც ჯელტმენები თამაშობენ, ხოლო MT-10 არის ხულიგნური ბაიკი, რომელსაც ჯელტმენები ატარებენ. ეს არის ბაიკი მათთვის, ვისაც დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს, მაგრამ რო რამე ყველაფერი შეუძლია. აი ასე ღრმად, ფილოსოფიურად უნდა დავამთავრო დღევანდელი ეპიზოდი. თუ მოგეწონათ ჩვენი MT-10-ის განხილვა, გამოიწერეთ არხი, კარგი იქნებოდა. თუ 50.000-მდე შეიძლება სწრაფად ავიდოდით. შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და როგორც ყოველთვის დროებით.